მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და დღეს მე მინდა შემოგთავაზოთ თქვენ საჯარო გაშლა თემაზე მესიჯი სამყაროსგან თქვენთვის. გაშლა გვექნება ამ უმშვენიერესი დასტით, ამ დასტით და ასევე გამოვიყენებთ ასეთ ორაკულს და ვნახოთ აბა რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის, დავარიგებ ახლავე ვარიანტებს. პირადი კონსულტაციის მსურველებმა რა თქმა უნდა მომწერეთ პირადში და მოდით აბა ვნახოთ მესიჯი სამყაროსგან თქვენთვის. მესიჯი სამყაროსგან პირველ ვარიანტს, მესიჯი სამყაროსგან მეორე ვარიანტს. ორ ვარიანტიანი გვაქვს გაშლა. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და დღეს გამოვიყენებთ ჩვენ გასაღებებს, იმისათვის რომ უფრო კარგად ვნახოთ. პირველი ვარიანტი გვექნება ასეთი გასაღები, ხოლო მეორე ვარიანტი გვექნება აი ასეთი გასაღები, იმედი მაქვს კარგად ჩანს. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი, რომელი არკანიც, რომელი გასაღებიც უფრო მეტად გეძახით, ის ამოირჩიეთ, თუ გჭირდებათ დააპაუზეთ და ვფიქრობ უკვე გააკეთებდით არჩევანს, ვინც არ ავაპაუზებთ და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი, თქვენი გასაღები და ვნახოთ აბა რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის. კვერთხების ტუზი. იცით, შეიძლება ახლა საკმაოდ უცნაურად ჟღერდეს მათთვის, ვისი მაგიური ცნობიერიც არ არის კარგად განვითარებული, იმიტომ რომ ვიცი სხვადასხვანაირი ტიპაჟის ადამიანი მიყურებს, მარტივიანით რომ ითქვას, მაგრამ პირველ რიგში გეტყოდით ასეთ რაღაცას, რომ თქვენ ბევრად უფრო ძლიერი პიროვნება ხართ, ვიდრე თქვენ შეიძლება ამას აღიქვამდეთ, თქვენში ბევრად უფრო მეტი ძალა არის, განსაკუთრებით ეს ძალა თითქოს ცეცხლის სტიქიასთან არის ძალიან მძლავრ კავშირში, უკაცრავად. და პირველ რიგში გეტყოდით ასეთ რაღაცას, რომ თუ მე მიყურებენ ახლა ჩემი კოლეგები, ეზოთერიკოსები, მაგები, თქვენთვის გეტყოდით ასეთ რაღაცას, რომ თქვენთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი არის ცეცხლის სტიქიასთან მეტი მუშაობა, შესაძლოა სადღაც რაღაც ახალი ლოცვების დაწერაც, ხო? არა შელოცვების, არამედ ლოცვების, ჩემი კოლეგები გამიგებენ, ხოლო ვინც არ ხართ ასეთ ოკულტურ მაგიურ სფეროში, თქვენ მე გეტყოდით ასეთ რაღაცას, რომ კი ბატონო, თქვენშიც უფრო მძლავრი ძალა არის და თუ თქვენ გაქვთ იმის სურვილი, რომ რაიმე სახის ძღვენი გააკეთოთ ბუნებისთვის, დედაბუნებისთვის, იქნება ეს არ ვიცი ხილის სახით თუ რაიმე სახის ტკბილეულის სახით, ხო, რატომაც არა, ან სტიქიებისთვის, ან კონკრეტული ძალისთვის შესაძლოა, ხო, თუმცა აქ უფრო კარგად უნდა ერკვევოდეთ. აქაც თქვენ ხელს ნამდვილად არავინ არ გიშლით, პირიქით. შეგიძლიათ ამის გაკეთება, ხოლო თუ თქვენ არ გსურდა არანაირი მსგავსი სურვილები არ გაქვთ, ამ შემთხვევაში გეტყოდით ასეთ რაღაცას, რომ კვერთხების ტუზი მეტყველებს იმის შესახებ, რომ უნდა იყოთ კონცენტრირებული არა იმაზე, რომ სთხოვოთ და ემუდაროთ სამყაროს, ან ღმერთს, ან უფალს, ან ვინმეს კეთილდღეობა ან რამე, არამედ უნდა იყოთ კონცენტრირებული იმაზე, რომ ეს ენერგია გაუშვათ სწორად. მოდით მაქსიმალურად მარტივი და გასაგები ენით ავხსნი ყველასთვის. ადამიანებს რატომ ხას ჩვევაში გვაქვს, რომ რაღაც როდესაც გსურს, მაგალითად გსურს, რომ მოდით ასეთ მაგალითს მოვიყვან, დავუშვათ, გსურთ, რომ კონკრეტულ სამსახურში აგიყვანონ, ხო, სამუშაოდ, დავუშვათ. და თქვენ ამ დროს რას აკეთებთ? ძირითადად ადამიანების უმეტესობა რატომღაც ეგრევე სთხოვს, რომ აი უფალო ან სამყარო ან ღმერთო ან ვინმე ძალიან გთხოვ გემუდარები, გევედრები, არ ვიცი, ყველაფერს გავაკეთებ, ახლა გეხვეწები აქა და აქ ამიყვანონ და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ რეალურად ეს თლაც სწორი არ არის. ნუ ვინც ქრისტიანულ ეგრეგორში არის, მათთვის კიდევ ცოტა უფრო მეტად მისაღებია, იმიტომ რომ ქრისტიანულ ეგრეგორში მოთხოვნა უფრო მიიღებული არის, ხო? და რა თქმა უნდა შეგიძლიათ რომ სთხოვოთ, ამაში არანაირი პრობლემას ვერ ვხედავ, არასწორად არ გამიგოთ, უბრალოდ
პირველი ვარიანტი იმის მაგივრად რომ სთხოვოთ და ემუდაროთ კონკრეტულ ძალას ან უფალს ან სამყაროს ან ღმერთს, ამის მაგივრად ეს ენერგია უნდა გაუშვათ თქვენს სურვილში. შეიძლება ახლა ძალიან უცნაურად ჟღერდეს თქვენთვის, მაგრამ ანუ მეტქმედებას ითხოვს თქვენი მხრიდან სამყარო თითქოს. ანუ ნაკლები მოითხოვე ჩემგანო და მეტი იმოქმედეო მარტივი ენით რომ გითხრათ. ხვდებით ხომ რასაც ვგულისხმობ? ნაკლები მოითხოვეთ და მეტი გააკეთეთ. მოდით ორაკულის არკანიც დავამატოთ და ვნახოთ მესიჯი სამყაროსგან პირველ ვარიანტს. და ამოვიდა არკანი ხანჯალი. არკანი ხანჯალი, რომელიც არის ხმლების ტუზისნაირი არკანი. და შეხედეთ, ფაქტობრივად ორი ტუზი ამოვიდა აქ, კვერთხების ტუზი და ხმლების ტუზი. თქვენი რეალობა აღსავსე არის ძალიან ბევრი შესაძლებლობებით. ეს შესაძლებლობები ეხება როგორც კარიერას, ასევე ფიქრებს, ზოგადად მსოფლმხედველობის გაფართოებას, გაღრმავებას. თქვენი რეალობა ბევრად უფრო აღსავსეა ამ შესაძლებლობებით, ხვდებით? და თქვენ, როგორც პიროვნება, აი ახლა ვინც მიყურებს პირველი ვარიანტი, ბევრად უფრო ძლიერი ხართ, ბევრად უფრო მონდომებული ხართ, ვიდრე თქვენ შეიძლება გეჩვენებოდეთ. სისტემა და ადამიანები ყოველთვის ცდილობენ, რომ დადრგუნონ ჩვენში ჩვენი ძალა, ჩვენი პოტენციალი. სისტემა ისე არის მოწყობილი, რომ ფაქტობრივად გვეუბნება, რომ ნუ აკეთებ, მოითხოვენ. მაგრამ რეალურად პირველ რიგში შენ პირველი ვარიანტი, შენი სიტყვის ძალა ბევრად უფრო მძლავრი არის, ვიდრე შენ ფიქრობ, ამიტომაც სიტყვის ძალა გამოიყენე სწორად, გახსოვდეს, რომ შენი სიტყვები ბევრად უფრო მძლავრი არის, ვიდრე შენ ფიქრობ, იმიტომ რომ დაფიქრდით, ფიქრები გარდა იქნება სიტყვება, სიტყვები კი ქმედებებად, ხო? და ზუსტად ასეთი მომენტი არის. ნუ იტყვი იმას, რის გაკეთებასაც არ აპირებ. ნუ დადებ ისეთ პირობას, რომლის შესრულებასაც არ აპირებ. ეს სხვათა შორის ასკეზებსაც ეხება. გაითვალისწინეთ ეს და შეხედეთ რეალობას იმ თვალებით, როგორიც არის რეალობა, მოიხსენით თქვენი ვარდისფერი სათვალეები, მარტივი ენით რომ გითხრათ და იმის მაგივრად რომ კონკრეტული ძალისგან, ან ღმერთისგან, ან ვინმესგან იქნება ეს ადამიანი თუ ძალა თუ რა მოითხოვოთ რაღაც, იმოქმედეთ. ზუსტად ამას გეუბნებიან თქვენ პირველი ვარიანტი. სულ ეს არის მეგობრებო და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. და თქვენთან აქ ამოვიდა არკანი მთვარე. არკანი მთვარე. პირველ რიგში მეორე ვარიანტი, თქვენ გაქვთ უმძლავრესი ინტუიცია, უმძლავრესი წინადგრძნობები. მაგრამ თქვენ ხშირად თქვენი შეგრძნებები, თქვენი ინტუიცია გეშლებათ თქვენივე საკუთარ შიშებში და შფოთვებში. რა თქმა უნდა, ახლა მე რომ გითხრათ, მეორე ვარიანტი რომ აი უბრალოდ ნუ ნერვიულობ, უბრალოდ ფეხებზე დაიკიდე, უბრალოდ ნუ ღელა, ყველაფერი კარგად იქნება, ახლა ეს უბრალოდ სისულელე იქნება, ხო? მაგრამ მიუხედავად ამისა, მეორე ვარიანტი, თქვენ გჭირდებათ თქვენი შიშებისა და შფოთვების დამუშავება. თანაც ძალიან გჭირდებათ. იმიტომ რომ იცით, ინტუიცია ინტუიციასთან, ხო? და არ არის მარტივი ინტუიცია და ჩვენი რაღაც ფიქრები და შიშები გავარჩიოთ, მით უმეტეს თუ პრაქტიკოსი არ ხართ, იმიტომ რომ ხანდახან თქვენ წარმოიდგინეთ პრაქტიკოსებსაც კი უჭირთ ამის გაკეთება. მაგრამ აქ შენ გიბიძგებენ მეორე ვარიანტი იმისკენ, რომ შენ შიშებს დააკვირდე და გახსოვდეს, რომ შიშები არის ის, რაც არ არსებობს. შფოთვები კი არ არის შენი მტერი. შფოთვა არის შენი ზედმეტად მზრუნველი მეგობარი, რომელსაც არ სურს რომ გული გადგინო. აი ასე შეხედეთ შფოთვას. და ნახეთ, აქ თქვენ გეუბნებიან ასეთ რაღაცას, რომ პირდაპირ თვალებში ჩახედეთ თქვენს შიშებს და შფოთვებს, იმას რაც განერვიულებთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცეცხლში უნდა ჩახდეთ, ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ მეორე ვარიანტი უნდა დაფიქრდეთ, რატომ მეშინია მე ამის ასე ძალიან.
იქნებ სხვა რაღაცის მეშინია. იქნებ რაღაცის მიღება არ მსურს. იქნებ უბრალოდ უაზრო შიშებია, იმიტომ რომ ჩვენ რეალობას თავიდან ბოლომდე ვერ გავაკონტროლებთ და ვფიქრობთ ამეთანხმებით ნებისმიერ მომენტში ახლაც კი შეიძლება ჭერი თავზე ჩამომენგრას. ხო და რა აზრი აქვს იმას რომ მუდმივად ყველაფრის გვეშინოდეს. მეორე ვარიანტი. კიდევ მინდა რომ ერთი არკანი დავამატო, რას ეხება ეს შიშები, მეტად სურს ჩავუღრმავდე. პენტაკლების სამიანი. ადამიანებთან მოლაპარაკებებს, საუბრებს, სამსახურს, ვიღაცასთან ეს შიშები ეხება ადამიანების დაკარგვასაც. და იცით, მე თქვენი ძალიან კარგად მესმის, მაგრამ ნუ თუ თქვენ გირჩევნიათ რომ აი დაფიქრდით ახლა, მეორე ვარიანტი ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს არის მესიჯი სამყაროსგან. როგორ გირჩევნიათ, იცხოვროთ თქვენ მუდმივ რაღაც შიშებში, იმისა რომ რაღაც მოხდება, რაღაც ცუდად წარიმართება, რაღაც ცუდად განვითარდება და ასე შემდეგ, თუ გირჩევნიათ თქვენი შიშების გაანალიზება, საკუთარი თავის შესწავლა და ცხოვრებით ტკბობა. მესმის მე ძალიან კარგად თქვენი, იმიტომ რომ ძალიან რთული არის შიშების, შფოთვების დაბრკოლება და ხშირად ფიგურირებს აქ ასეთი მომენტი, რომ აი იქნება და რომ მოვდუნდე, უცაბედად რაღაც მოხდეს, ხო? მე თქვენი ძალიან კარგად მესმის, იმიტომ რომ მე პირადადაც კი მაქვს ასეთი მომენტები, მაგრამ გახსოვდეთ რომ ამ შიშებში იკარგება თქვენი აწმყო და ზოგადად შიში არის პარაზიტი ემოცია, რომელიც თქვენ გაცლით, გჭამთ, გაჭამთ ემოციებს. ამიტომაც დაამუშავეთ თქვენი შიშები და ისაუბრეთ საკუთარ თავთან გულსრფელად და რა თქმა უნდა, თუ თქვენი შიშები ეხება კონკრეტულ ადამიანს ან ადამიანებს, ამ ადამიანებსაც გამოელაპარაკეთ. დავამატოთ ერთი ორაკულის არკანიც. მესიჯი სამყაროსგან მეორე ვარიანტისთვის. არკანი კბილი. პირველ რიგში გეტყოდით ასეთ რაღაცას, რომ თქვენი არაკეთილის მსურველები და შეხედეთ, როგორი არკანი ამოვარდა. მეგობრებო, მეორე ვარიანტი. აქ აშკარად მოდის შიში, როგორც ადამიანების უკაცრავად დაკარგვისა, წასვლისა, ასევე მოდის შიში იმისა, რომ შესაძლოა დაცინვების ან რაღაც მსგავსის და პირველ რიგში მე თქვენად გეტყოდით ასეთ რაღაცას, რომ თქვენი არაკეთილის მსურველები არ აქვს მნიშვნელობა, ეხება თუ არა სხვა ადამიანებს. მეორე ვარიანტი, თქვენი არაკეთილის მსურველები აუცილებლად დაისჯებიან სათანადოდ. აუცილებლად, აი 100%-ით რასაც ქვია. დაისჯებიან სათანადოდ, ზუსტად იმდენად, რამდენადაც იმსახურებენ, იმიტომ რომ ეს არკანი თავისით ამოვარდა. და თუ თქვენ გეშინიათ კონკრეტული ადამიანის, ან გეშინიათ იმისა, რომ ვიღაც ან დაგცინებთ, ან რაღაც ცუდს გააკეთებს თქვენთან მიმართებაში, იცოდეთ, რომ თქვენ ხართ დაცული და საკმარისია ადამიანმა გაიფიქროს, რომ რაღაც ცუდს გააკეთებს თქვენთან მიმართებაში, ეგრევე სამყარო, რასაც ქვია, ასე შემოარტყამს, შემოალეწამს გევლილად. სულ ეს არის ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით, ყველას უღრმესი მადლობა, წარმატებები, ბედნიერი